ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები უკვე მეორე დღე ავერსის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ. ექიმების თქმით, კომპანია ავერსი მათ სამუშაო შესრულებაში ხელს უშლის. თანამშრომლების ინფორმაციით, შენობა, სადაც ამჟამად ინფექციური საავადმყოფო მდებარეობს 2009 წელს სახელმწიფომ ავერსს მიიყიდა, რის შემდეგაც მედიკოსების თქმით, პერსონალი გაუსაძლეს და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობს. საპასუხო განცხადება 2030-დან ავერსს არ გაუკეთებია. რა ხდება ინფექციურ საავადმყოფოში და როგორ ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი ექიმების პროტესტს? მარიამ სეთურიძე, გიორგი კიკვაძე დეტალებით. აი დავიწყეთ სამუშაოები ხედავთ და მოვიდა ავერსის დაცვა და ოფიციალური წარმომადგენელი და კატეგორიულად აკრძალა სამუშაოების ჩატარება. აქ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ შიცე რისკის ჯგუფების პირთა ტესტირების კაბინეტი იყო. ახლა კი დაზიანებული ჭერისა და კედლების გამო ამ ოთახში შესვლა სიცოცხლისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ინფექციური პათოლოგიისა და შიცის ცენტრის დირექტორის განმარტებით, ექიმებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან შენობის მფლობელი კომპანია ავერსი მათ სამშენებელ სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევს. ეხლა შექმნილია კრიტიკული სიტუაცია უკვე. აქამდე კიდე რაღაც მუშაობდი და შესაძლებლობა იყო. თქვენ რო დაათვალიეროთ ინფრასტრუქტურა, გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება აქ მუშაობა. არ შეიძლება, ყველაფერი გაპარტახებულია. არანაირი ნორმების დაცვა ვერ ხერხდება. ჩვენ რომ მუშაობა გავაჩეროთ, ამას მოყვება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე კატასტროფული შედეგები ქვეყნისთვის. პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი კლინიკა ავერსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე დღეა იკრიბება. ისინი კომპანია ავერსის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს საქმიანობაში ხელის შეშლასა და ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს იმისათვის, რომ მისი კორპუსის წინ მანქანა გააჩერა. ავერსის ერთ-ერთმა, როგორც ვიცით, დაქირავებულმა თანამშრომელმა. ჩემს უკან თქვენ ხედავთ, რომ დამონტაჟებული არის რენტგენის აპარატი, რომელიც საკმაოდ ძველი არის, ჯერ კიდევ საბჭოური დროიდან მოდის ჩვენთან და პრინციპში ამოწურული აქვს თავის რესურსი. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრომ გადმოგცა, შეიძინა ჩვენთვის ახალი აპარატი, რომელიც უნდა დამონტაჟდეს ამ შენობაში, საჭიროებს რემონტს, რა თქმა უნდა, მოეწყო შესაბამისი გარემო ამ ახალი აპარატისათვის, თუმცა ბატა კურდანიძე და მისი ორგანიზაცია ავერსი ფარმა ამის უფლებას არ გვაძლევს. ტერიტორია, სადაც ახლა ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული, 2009 წელს კომპანია ავერსმა შეიძინა და საავადმყოფოს პერსონალს ტერიტორიის დატოვებას რამდენიმე წლის განმავლობაში სთხოვდა. თუმცა 2013 წელს სახელმწიფომ აღნიშნული შენობები კომპანია ავერსისაგან იჯარის წესით აიღო. ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ექიმებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა. სწორედ ამიტომ დავით სერგეენკოს თქმით, ინფექციური საავადმყოფოსათვის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალი შენობა აშენდება. ასეთ სტრატეგიულ ობიექტს, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე ვერ დავტოვებთ. უკვე გამოყოფილი არის მიწის ნაკვეთი თბილისში, უკვე დაწყებული არის პროექტირებაზე მუშაობა და მე ძალიან იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი დაჭირდება ამას. მე იმედი მაქვს, რომ ქონების მეპატრონე წავა ამ მარტივ დათმობაზე და მოგცემს იმის საშუალებას, რომ სანამ ახალი კლინიკა აშენდება, იქამდე მიეცეთ პაციენტებს არ შეექმნათ საფრთხე ასეთი მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარების მიღებისათვის. 2030 კომპანია ავერსთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა მისმა დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა.